ბატონი კარლო კიკორია, რომელიც არის მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის ბიოაგროს დირექტორი და მივესალმები მე მას. დიდი მადლობა თქვენი დროისთვის, რომ მოგზავნით ჩვენთან და აი ძალიან მარტივად რომ განვმარტოთ მათ, ვინც არ იცის, აი რას ნიშნავს ეს ბიომეურნეობა, რა არის ეს? ბიომეურნეობა ნიშნავს და ბიოპროდუქტი. მარტივად ნიშნავს ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტს, სან ჰიგიენად სუფთა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს. ეს არის მარტივად. რისთვისაც საჭიროა, რა თქმა უნდა, ცოდნა გარკვეული, რომელიც არ არის სათანადო დონეზე და რა თქმა უნდა საჭიროა იცოდეს მეურნეობაც და მომხმარებელმაც. ხოლო მთავარი იქ ეს არის მომხმარებელი, რომელიც რა თქმა უნდა კმაყოფილი იქნება ამ ადამიანების მიერ მოყვანილი პროდუქციის შეძენით და რა თქმა უნდა მიღებით. ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა. ყველაზე მთავარი ჯანსაღი პროდუქტია, სუფთა პროდუქტია, ჯანმრთელობაა ჩვენი. ნაკლებად მიმართავთ უკვე აფთიაქებს და სამეცნიერო დაწესებულებს. ეს არის შედეგი მისი, რასაც ქვია ბიომიმართულება და ბიომეურნეობები. დიდი მადლობა. ბატონო კარლო და ზოგადად გაზრდილია მსგავსი ფერმერების რაოდენობა, ვინც აწარმოებს ბიოპროდუქტს? რადგანაც ჩვენი კომპანია აწარმოებს ბიოპრეპარატებს და ორგანულ სასუქებს, აქედან გამომდინარე, ეს დავიწყეს 2012 წლიდან და გრძელდება დღემდე. პანდემიის პერიოდში გაიზარდა ამ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც დაუბრუნდნენ სოფელს ნაწილობრივ და სწორედ გაიზარდა მოთხოვნაც ასეთ პროდუქტებზე. რა თქმა უნდა, დღეს ჩვენდამი რიცხული არის 300-ზე მეტი ბიოფერმე, ბიომეურნე, რომელიც აწარმოებს სხვადასხვა პროდუქციას. ნუ ძირითადად მაინც ვამახვილებთ ყურადღებას მევენახეობაზე, რამე თუ ჩვენ ისედაც ქვეყანა არის აგრარული და რა თქმა უნდა წამყვანი კულტურა ჩვენთან იყო და დღესაც არის და რჩება ეს მევენახეობა. ამიტომ გვაქვს ურთიერთობა, რა თქმა უნდა, ყველა მეურნე, რომელიც რაღაცა ღონისძიებას ჩაატარებს აგროტექნიკურს, მაგალითად, ეხლა გასვლა სრულდება, ყველა მეურნემ იცის ჩვენთან რიცხულმა, რომ ის დაზიანებული ვეგეტატიური ნაწილი უნდა შემოიტანოს ჩვენთან ლაბორატორიაში, მემსახურება არის უფასოდ. ვიკვლევთ მათთან ერთად არის თუ არა დაავადება ან მავნებელი და აქედან გამომდინარე ინერგება ეს შემდეგ დასკვნად გეკეთება და სწორედ მიეთითება რა პრეპარატი უნდა გამოიყოს. რა თქმა უნდა თუ ჩვენ ყველა პროდუქტს არ ვაწარმოებთ პრეპარატებს, რა თქმა უნდა და ურჩევთ სად შეიძლება სანდო პროდუქციის შეძენა, რომ მერე აწარმოოს თავის და წაიყვანოს თავისი მეურნეობა. ასე რომ უფასოდ ხდება იმ ლაბორატორიაში, ჩვენ გაქვს ლაბორატორია ქონდა და ეხლა შეეძინა რამდენიმე კვირის წინ ახალი მიკრობიოლოგიური ლაბორატორია, სადაც შეიძლება ამ მავნე ორგანიზმების კვლევა. რას ხდება უფასოდ? ეს ცალსახად მინდა აღვნიშნო, ჩვენს კომპანიაში 2012 წლიდან ხდება დღემდე უფასოდ და ალბათ ასე გავაგრძელებ. უფრო მეც გეტყვით, იმ მეურნეებს, რომელიც ეპარქიებთან არის დაკავშირებული, ფასებთან, აი რა ფასებად ვწყიდით დაუშვათ პროდუქციას, ჩვენსაც არსებობს 5-დან 10%-მდე ფას დაკლება. რამე თუ ბევრმა ეპარქიებმა დაიწყეს ქართული ხორბლების წარმოება, წითელი დოლი მათ შორის და მინდა სასახელოდ თქვა იმ ადამიანებს, რომლებიც ამას აკეთებენ. რა თქმა უნდა, შედარებით ნაკლებია მისი ნაყოფიერება, მაგრამ სამაგირო ძალიან ბევრი თვისებებია ისეთი, რომელიც საწერა თითოეული ჩვენთაღრენის ჯანმრთელობისათვის. გასაგები. ისე ნამდვილად ბატონ კარლო შემიძლია თქვა, რომ ობიექტებზე უკვე მრავალად შესამჩნევი არის ეს ბიოპროდუქტები და ძალიან დასაფასებელია პირადად ჩემთვის და ისე საინტერესო არის ზოგადად რა უფრო კონკრეტულად რა ეტაპები აქვს გასავლელი ამ ადამიანებს, ვინც აწარმოებს ბიოპროდუქტს, აი სერტიფიკატის მიღების ნაწილში. იცი რომ უნდა აიღონ ხო ეს სერტიფიკატი? კი ბატონო, ისევ ჩვენი ქვეყნის სასახელოდ მინდა ვთქვა, რომ ის მეურნეები, მეურნეს სულტო ქართულად ჟღერს სულტო და არა სხვანაირად, ის მეურნე, ის გლეხი, რომელიც მოისურვებს, რომ ის გახდეს შემდგომში ბიომწარმოებელი, ამისთვის რა თქმა უნდა მიიღოს მან ბიოსერტიფიკატი. იწყება პროცესი, ის განაცხადს აკეთებს სურსათის სააგენტოში
და შემდეგ ამ განაცხადის საფუძველზე რაღაცა დოკუმენტები უნდა მოძიებულიყოს, რა თქმა უნდა, ის სქემას ასევე ვაწვდით ჩვენ როგორ მოხდეს ეს პროდუქტის ანალიზის ნაწილი სად არის საინტერესო, ანუ დოკუმენტების შემდგომ ეს რთული არ არის, რა თქმა უნდა, შემდეგ ხდება ხელშეკრულების გაფორმება და იწყება სწორედ ის პროცესი, რასაც უკვე ბიოზე გადაყვანა ნიშნავს. თუ მეორე გლეხი წამლებას ატარებდა, კონკრეტულად ვამბობ, დამუშავად მე ვენახებაზე უფრო მეტწილად, რამე თუ სახელმწიფო აფინანსებს ასეთ მეურნეობს და გლეხებს 70%-ით, როგორც პრეპარატების, ისევე ორგანული სასუქების შეძენის პროცესში და ტრანშის დამთავრებისას 70% უბრუნდება უკან. ასევე სერტიფიცირების პროცესი. სერტიფიცირების პროცესი გრძელდება 3 წელიწადს. პირობითად ამას ქვია მარტო ჩვენს ქვეყანაში არ სხვაგანაც კონვერსიის პერიოდი. ეს ნიშნავს, რომ ამ 3 წლის განმავლობაში ამ ქიმიური სინთეზური პრეპარატებიდან მივაჩვიოთ უნდა ნელ-ნელა და გადავიყვანოთ უკვე ბიოლოგიურ რელსებზე კულტურა, ვენახი კერძოდ და ახლა შემდგომში ალბათ სხვა კულტურებზე იქნება საუბარი სახელმწიფოს მხრიდან, მე ასე ვფიქრობ. და ამის შემდეგ ის რაც გადაიხადა მან სერტიფიცირების პროცესში ფული უკან უბრუნდება ის 70%, როცა მიიღებს უკვე ბიოსერტიფიკატს. ეხლა ბიოსერტიფიკატი მიიღებული სერტიფიკატი მას აძლევს საშუალებას, რომ მის მიერ წარმოებული პრეპარატები გაყიდოს უცხოეთის ბაზარზე. მოყვავს ფერმერები, რომლებიც ავსტრალიაში ყიდიან, გერმანიაში, შვეიცარიაში და ესპანეთში და ასე შემდეგ. მაგრამ აი საინტერესოა, იცით რა, ერთია რომ ავიღეთ სერტიფიკატი, გადავწყვიტე გავხდე ბიომეურნე, მაგრამ ვინ აწარმოებს მონიტორინგს, რამდენად ასრულებს ის იმ ნაკისრვალდებულებას ამ შემთხვევაში, აი თუნდაც სერტიფიკატით მიხედვით, ვინ არის ის, ვინც ამოწმებს იმას ნამდვილად, გამოიყენა მან ორგანული სასუქი, არ გამოიყენა საერთოდ საიდან ვიღებთ, როგორი სასუქებია, ან თვითონ ის თესლის თუ ასე შემთხვევაში თუ რაღაც ყოველთვის ენერგიის შეძენა ნამდვილად ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის სად არის და როგორ არის შესაძლებელი, ანუ მონიტორინგის საკითხი როგორ არის. ანუ სანდოობაზე ვიზარდით. ბუნებრივია სანდოობაზე, იმიტომ რომ სანდოობაა ყველაფერი. რა თქმა უნდა გეთანხმებით, ეს რა თქმა უნდა იმ მეურნეს და გლეხზეა დამოკიდებული, ჯერ მის პიროვნულად რა როგორ მიუძღვას ყველაფერს. ეს ყველა მთავარია რომ იცოდე. მაგრამ არსებობს რა თქმა უნდა შემოწმებისთვის და სანდოობის შემოწმება რამდენიმე ხერხით. პირველი ეს არის პრეპარატების შეძენისას აუცილებლად დოკუმენტაცია საჭირო, ხო? დიახ. ეს ყველაფერი RSG-ზე არის ატვირთული და ეს ყველა დოკუმენტს აგროვებს ის. არსებობს ასევე მეურის ჟურნალი, სადაც ყოველდღიურად თუ ყოველ დეკადაში ერთხელ თუ კვარტალში ერთხელ ყველაფერს წერს ის. მოდის ოფიცერი კავკასერტიდან, რომელიც ამოწმებს არის თუ არა ნამდვილად ეს პრეპარატი შეძენილი და როდის იქნა ის გამოყენებული. ეხლა რაც შეეხება ბიოფერმერების საყურადღებო ძიძახი, რომ შეზღუდული იყო სპილენძის შემცველი ფუნგიციდის, სპილენძის შემცველი კონტაქტური მოქმედების ფუნგიციდია, მისი გამოყენება. ის იყო შარშანდლამდე 6 კილოგრამის რაოდენობით, მოქმედი ნივთიერების მიხედვით წელს ეს არის 4 კილოგრამი. ეს აუცილებლად უნდა იყოს დაცული. თუ ეს პირობა არ იქნება დაცული, ის ვერ მიიღებს ბიოსერტიფიკატს. ეს ოფიცერი ჩავიდა, შეემოწმა, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი, ყველა ჩანაწერი. იქ მან თუ შეამჩნია რაღაცა ტარა რაღაცის იმ დაკვეთში, სადაც მონიტორინგები შეიძლება, მას არ გაუგრძელონ და არ მისცენ საბოლოო სერტიფიკატი. კაცრი მოთხოვნებია კავკასერტის მიერ. ჯერჯერობით საქართველოში არის ერთი აღიარებული ბიოსერტიფიკატის გამცემი, კავკასერტი ასე ქვია მას და გასცემს ამ სერტიფიკატს ის სწორედ 3 წლის შემდეგ. მაგრამ აქ არ სრულდება ეს ყველაფერი, ყოველ წელიწადს მერე შემდგომში ფერმერი ვალდებულია მიღებულ პროდუქტზე გაიაროს ისევ სერტიფიცირების პროცესი. მიღებულ პროდუქტზე, აი ეს არის ხაზგასაწევი. უკვე მიღებულ შემდგომ წლებში უნდა გააგრძელოს, რა თქმა უნდა, იმიტომ აუცილებლად საჭიროა შემოწმება, რომ განახლდეს სერტიფიცირება. ფულს ხარჯავს სახელმწიფო 70%-ს ამ ყველაფერს ბუნებრივია. არა, ფულს ხარჯავს სახელმწიფო ამ 3 წლის განმავლობაში. ამას ვამბობ. რა თქმა უნდა, ანუ სახელმწიფო რახან ფულს ხარჯავს. უნდა იფიქროს მან, რომ ნამდვილად მიიღოს სერტიფიკატი, რომ შემდეგ ეს პროდუქცია გაყიდოს მან სადმე, დაეხმაროს უნდა. იმიტომ რომ თუ ამდენი ფული დავხარჯე, ხო რეალობაა ეს, რომ მე უნდა მიიღო შედეგი, ხო? მოთხოვნა როგორია მომხმარებლების მხრიდან? ეხლა რაც ხო, მე არ დამთავრებ ის, რომ ოფიცერი ამოწმებს
თუ სანდოობაში რაღაცა შეეპარა ეჭვმას, ის გაუფრთხილებლად მიდის და ამოწმებს შემდგომში. საერთოდ შეიძლება ეს გაფრთხილების გარეშე მივიდა, შეამოწმოს ესაც. შემოწმების სიხშირე რამდენად ხშირად არის ხოლმე? კვარტალში ერთხელ. შემოწმების სიხშირე შეიძლება კვარტალშიც ერთხელ იყოს, შეიძლება თუ სანდოა წელიწადში ერთხელ იყოს. ახლა როგორ ხდება შემოწმება საბოლოოდ მერე? პროდუქტის შემოწმება ხდება, ასევე ფოთლების შემოწმება ხდება. თუ სადმე გაიპარა რამე, ხდება ლაბორატორიული ანალიზი. და სწორედ დასაშვები ნორმებია პრეპარატების და სწორედ ამის მიხედვით შემდეგ გაიცემა ეს სერტიფიკატი. ანუ მოთხოვნები საკმაოდ მკაცრია აქ. ხო, აი საინტერესოა მომხმარებლის მოთხოვნა. ახლა რაც შეეხება მომხმარებლებს, ჩვენ თან რიცხულ ფერმერებთან დაკავშირებით მოგახსენებთ, რომ აი სანამ დაკრებს ის მოსავალს, ანუ დასაწყისშივე ზოგიერთს უკვე შეკვეთა გაყიდული აქვს. მე მჭირდება ეს და მორჩა ამით ეს ყველაფერი, სწორედ იწყება უკვე ვეგეტაციის დასაწყისიდანვე. ზოგიერთი ფერო უკვე ცნობილი რომელიც არის და იცის ყველა რომ სანდოა, ყველა მის რომ სანდოა, ეს ადამიანი რა თქმა უნდა უკვე შეკვეთას ღებულობს და ღირს. დაახლოებით თუ იბარებს ქარხნები, თეთრი ჯიშის ღვინოისა ყურძნებზეა საუბარი, თუ იბარებს ლარად დაოცად 2 ლარად ხო? იქ ფასი გაზრდილია 2 მაგალ. 2 ლარი, 4 ლარი და მეტიც არის. ეხლა რაც შეეხება ეს ყოველთვის არსებობდა ამის ალბათობა, რომ ამბობდნენ, ეხლა ბიო კი არა, აზია საუბარი ხო გახსოვთ ხო ქართველი ამ გლეხის ამბები და ისიც მაგიტომ არის ცოტა იქვის მეტიმე მაგრამ იმას არ ფიქრობს ის ნაკლები იმ მეც ჯობნის ხარისხით ერთი და მე თანხაობრივადაც ხო? მაგრამ დადგება ჟამი რომ ჩვენ თითოეულ ჩვენთაგანაც ვინც ამ სტუდიაში ვზივარ და ვინც გარეთ არის და უსმენს ამას ყველა იფიქრებს მომავალში რომ მე მინდა ჯანსაღი პროდუქციით ვიკვებო. ჯანსაღით მინდა ვიკვებო, მაგრამ ეს ჯანსაღი პროდუქტი ბუნებრივია კიდევ ფასთან არის დაკავშირებული ყველას არ აქვს საშუალება ეს ხომ მაინც არ არის იაფი პროდუქტი საბოლოო ჯამში. ბუნებრივია თუ ჩვენ საუბრობთ საერთაშორისო ბაზარზე გატანაზე ამ შემთხვევაში ჩვენი ბიოპროდუქტის რაც ბუნებრივია შემოსავალია ქვეყნისთვისაც და თავად ფერმერისთვისაც, მაგრამ ადგილობრივ ბაზარზე არსებული ბიოპროდუქტი რა თქმა უნდა სასურველია ყველამ შეიძინოს, იმიტომ რომ ჯანმრთელობასთან არის ეს კავშირში. ახლა ჩვენ არ ვფიქრობთ იმაზე რომ მომავალში შეიძლება უფრო დავზიანდეთ თუ არ მივირთმევთ კარგ პროდუქტს, წამლებში ბევრი ფული დაგვეხარჯება გაცილებით ამაზე არ ვფიქრობთ ამ შემთხვევაში, მაგრამ მაინც ვფიქრობ რომ ხელმისაწვდომობა იქნება კარგი. და მეორე საკითხი რომ რაც უფრო მეტი ბიომეურნე გაჩნდება და გლეხს არ დაეზარება ბუნებრივია შრომა და არ დაეზარება პროდუქტის მოყვანა, რომელიც მას ნამდვილად მისცემს შემოსავალს, ეს იქნება თავისთავად ცხადია ძალიან კარგი. ჩვენ უღრმესი მადლობა გვინდა გადაგიხადოთ თქვენი დროისთვის, რომ დაგვითმეთ, ეს იყო ძალიან საინტერესო საუბარი, იმიტომ რომ ძალიან ბევრს შეიძლება გაუჩნდეს სურვილი, არ იცოდა რა, რომ სახელმწიფო მონაწილეობას იღებს და მას აქვს საშუალება, რომ მიიღოს გარკვეული საკმაოდ დიდი 70% იმისათვის, რომ დაიწყოს თავისი მეურნეობა, აიღოს სერტიფიკატი და ამით ზრუნოყოს როგორც საკუთარი ოჯახის, ასევე მომხმარებლის და ქვეყნის ასე ვთქვათ კეთილდღეობა. ძალიან დიდი მადლობა და წარმატებას გისურვებთ თქვენს და ყველა ბიომეურნეს, რომელიც არის ჩვენთან ერთად. თუ მოგწოდოთ რა გვაქვს? ყველა იმ ადამიანს მოულოცოთ დამდეგი აღდომის წინვალ დასავლი, ვინც არის სოფელთან დაკავშირებული, ვინც ადამიანი რომელსაც მიწასთან და ნიადაგთან არის დაკავშირებული, ყველას მინდა სიკეთე უსურვო ვეგეტაციის დაწყება ჩემო ბატონო. დიდი მადლობა. ავიდა ბარაკა. უღრმესი მადლობა. მადლობა.